საქართველოს პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს რიგის შენიშვნებით დაუბრუნა უკან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის განყოფილების ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული გასაღების კავშირგაბმულობის ოპერატორებისთვის გადაცემა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მობილური ოპერატორების თანხმობისა და შემდგომ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება შესაძლებლობა მოახდინოს ამ გასაღების გამოყენება და ხელმისაწვდომობა პირადი ჩვენ ამ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს როგორც სატელეფონო ჩანაწერებს, ელექტრონულ პოსტას და სხვადასხვა სოციალურ ქსელებს. თუ იქნებოდა ისევ ეგრეთ წოდებული გასაღების ხელმისაწვდომობა და შინაგან საქმეთა სამინისტროში და გარდა ამისა ამის გადავადება ამდენი ხნით იქნებოდა მეტად საზიანო, იმიტომ რომ როგორც აღნიშნა, ეს პერიოდი მთლიანად უკონტროლოდ ამ გასაღებით ისარგებლებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია თითოეულ მოქალაქისათვის.